მოდით, ჩაი მზადა. ჩემი მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიგაჩნია, დოქტორ? მოდით, გაგიცივდებათ ჩაი. რაღაც მინდა ვკითხო ქრისტინ და გაფრთხილებ უწრფელად მიპასუხე. მზადა, ჩაი, მოდით. ალფრედი ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ ვერ დაასრულა აქამდე პერსებზე მუშაობა. ქრისტინ. პერსებში უკვე რამდენიმე დღეა მზად არის. რატომ არ მიხარი? კონტელს პასუხისმგებლობას შემთხვევაში არ ეხება. დასაგებია. მაიტო. ვა, საუბრე? ვა, კონფეტები? ელენე, ჩაი დასხმულია, მოდი არ გაგიცივდეს. მართლა? ეს ჩემი ჭიქაა, ხო? არა, თეკლა ეს ჩემია. Artur, არა, ელენე, ეს ჩემი ჭიქაა. არა, თეკლა. არა, ეს ათურ. არა, ესეთი იყო. არა, ეს არის ჩემი ჭიქა, მე მახსოვს. კარგი, ხალხო, კარგით, რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ შეყვარებული ყავდა, ხა ერთი ჭიქიდან ჩაიდო და მე მოგიფიქრეთ, რაც უნდა ქნათ ილიაზე. 3 დღე შენ შეხვდიდე და 3 დღე შენ შეხვდი თეკლა. ნუ ერთი დღე დაჭამეთ ერთმანეთს და ის კაცს დაასვენეთ. ნიკა. აი, ვაშა, რა გჭირს? დიანა გამახსენე. ახავიდან უნერვო, ვაი მე ისტორია შემეწერა, შენ კიდე დიანა. მაგრამ ხო ხედავ საერთოდ არ ნერვიულობა. ნიკა, მოგიწევს ნერვიულობა შენთვის რომ მოვიცლი. და ვაშა, რა მაინტერესებს, იცი ქორწილს როდის გეკმა? სასაცილოა ახლა ეგ, სასაცილოა გეკითხებით, სასაცილოა? გეკითხებით, სასაცილოა ეგ, მართლა მეკითხები? კარგი რა თეკლა რა, კარგი რა. ხალხო, აი არ მე რამდენად უნდა ვთქვა უკვე, მე რამდენად უნდა ვთქვა ეს ტყუილი, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ეკლესიაში შესვლის მწვენეა უკვე ელენე. დაიწყო. ანუ ხო ჩემო სიცოცხლე. არა ვარ მარტო. აი ხლა შევალ ოთახში და მარტო გიქნები. ელენე, მომისმინე, უნდა გითხრა რომ ილიასთან დაკავშირებით გადავწყვიტე რომ შენზე გაბრაზებული არ ვარ. არც მე თეკლა, ყველაფერი ისევ ისეა როგორც მანამდე იყო. ხო. თეკლა, ჩვენი მეგობრობა ხომ ყველაფერზე ძვირფასია, ხო? ხო, ეხლა გამატარე. კარგი, ხო. შენ რომ შენ პირდი ლექს გიყიდიო, როდის უნდა მიყიდა? არა, ნიკა, გამორიცხულია ბინაში ლექთან ერთად ვერ ვიცხოვრობ. ო, კარგი რა, თეკლა ცხოვრობდა ერთი წელი ბინაში პატასთან ერთად და შენ არ დაგიბრუნე. ნიკა, რა გინდა ელენე, მართალია ბავშვი. მათემატიკას თუ ჩააბარებ, ლექს გიყიდიო, ხო შეპირდი? მე გითხარი მათემატიკაში 7 ქულას თუ მიიღებ, გიყიდი თქო. კარგი რა, ერთი ქულა არაფერია. კარგი ნიკა, მაშინ ლეხვს გიყიდი, 100 არაფერია. კარგი რა, უყიდე შენც ლეკვი. ყოველ შემთხვევაში ნიკას მაინც აჯობებს ჩუსტებს მოგიტანს ხოლმე. მადლობა თეკლა. არაფრის. ისე და თან სახალხო სახლის დალაგებაშიც მოგეხმარება. ნიკა, ლეკვი როგორ მომეხმარება სახლის დალაგებაში? აი როგორ და ლაშებიძე რომ დათრება ხოლმე და გული აერევა, ის შეჭამს.
ბატონო ზაურ, რა მაგარია, ეს მომწონს, რა იყო ჩხ ბატონო ზაურ. ის ბატონო ზაურ. ზინავს. ოჩა ბატონო ზაურ, აი ხველების გარდა კიდე შეგძლებია რაღაც თუ მოიდონ. ხო ხედავ, ოჩა. ახაც აკლია აქაურობას რა. Perfect, button zoise. Არ მოგზავს ეს ჩვენი ოთახის მორთულობა. რას როგორ არ მომწონს ბატონო ზაურ მომწონს, მაგრამ ისე ხო, თქვენი მორთულობა ჯობია. შენ ავწევი შენ რომ მორთულიყავი, გეგე? უფრო სხვანაირი შეხედულება გექნებოდა, რა შეგლახაშ. რა იყო? საუ რა არის 201 რატო წერია? აქ 201 რატო წერია? აი სამიანის დაწერა მინდოდა, მაგრამ სულები არ მეყო. სულები არ გიყო? არა. აბა ეს რა არის? აი თქვენს გლახა ბატონო. ეს კი, მაგრამ ეს გლახა მჭირდება. რალამაზია. ზაური. რალამაზად მოგირთავთ ოთახი. ზაური, აბა. სახალხო განწყობას ქმნის. დიახლა. ამაგარია. ნინო. ბატონო. სახალხო პრემიები არ იქნება? იქნება ბატონო. მაგაში ღმერთმა. მართლა, რამდენი იქნება? 30 ლარი. 30 ლარი, რა მაგარია, რა მაგარია. პრემია 30 იქნება, მაგრამ ფასი შეიძლება არ იყოს. ფასი არ იყოს. აი არა, რაც არის. მოკლედ მე ერთი იდეა მაქვს. ამდენი ხანია თანამშრომლებად ერთად მუშაობთ, ხო? ხო. ერთი კორპორატიული წეულება არ უნდა მოვაწყოთ ხალხო? რა მაგარია. ბატონო ზაურ, რას ფიქრობთ კორპორატიულზე? ნამდვილად კარგი იდეა. კარგი იდეა, არა, კარგია, მაგიტომ გეუბნებით. დავპოწიებ თანამშრომლებს, შევიკრიბებით, ცოტას დავლეთ, ცოტას მივიხსნათ. ბოლო ყველაფერს თავიდან ერთმანეთთან დავახლოვდებით, ბატონო ზაურ, დავახლოვდებით ერთმანეთს. აბა, შენთან ვინ დაახლოვდება, ბიჭო? არა ნიკა სანტა კლაუს უთხარი და თუ წელს კარგად იქცეოდი, მაშინ მოგიყვანს. ჰაუ, წარმოვიდგინეთ ლაშაბიძე რა კარგად იქცეოდა წელს. ჯერ სანტა კლაუსმა დათუნია ჩუქა, მერე მანქანა, მერე საგზური. ეხლა კიდე ცოლად მიყვება. ყველაფერი დამთავრდა ელენე. რა, დაშორდით? არა, გადავდივარ დიანასთან. მოიცა, მაშა, უკვე გადადიხარ? კი, აი ხო ჩავალაგებ ტანსაცმელს, ვეფხის ტყაოსნას, ჭადრაკს და გადავ. თეკლა? აუ, მე ასე ვეთქელებს დავმალავ, თავს რამე არა უტეხოს. მე რა იშოვს იმდენ ასაფეთქებო. თეკლა, მომისმინე. ვინ იყო შარშან ჩვენი მეკლე უნდა მოუკლა. თეკლა იცი რა? რო შემოვიდა კაცო, ხო არის ეს ტექსტი, რომ შემოვდგი ფეხით წყალუდით. აიც. თეკლა იცი რა ვფიქრობ? რო შემოდიხარ, კამფეტები ხო შემოყარა. ხო შემოყარა კამფეტები. წარე იყო? თეკლა იცი რა ვფიქრობ? თუმწარი არ იყო რამჭირსა. გეკითხები რამჭირსა. თეკლა მომისმინე. შემოდიხარ, სიტყვა შემოგა, რაღაცა შემოდი რა, როგორ კაცურად და ადამიანურად ხალურად და როგორც არავინ შენი პატრონი არა. თეკლა მომისმინე, მე გადავწყვიტე. მე ვიყავი მეკლე. თეკლა, მე ჭადრაკის ადრეს. თაროზე. მაგას პაიკი აკლია ხო? ხო. კაცო.
არა თეკლა მორჩა მე ასეთ ლაშას ვეღარ უყურებ. არა მართალი ხარ ელენე, აუცილებლად უნდა დაიკლოს 1-20 კილო. 20 კილო თეკლა დიანას ამბავზე გეუბნები. ჩემი ბრალია მე გავხვიე ლაშა ამ შარში. იმის გამო რომ სამსახურში პრობლემები არ შემქნოდა. თეკლა რა ცუდი დავარ. იცი რას ვიზავ? ახლავე დაურეკავ დიანას და სიმართლეს ვეტყვი. კარგი ელენე. მე ახლავე დაურეკავ. გამარჯობა ქალბატონო დიანა ელენე ვარ. დიახ, რაღაც მინდა გთხოვოთ. ერთი კვირა სამსახურში რომ არ ვიარო, პრობლემა ხომ არ იქნება. კარგი, დიდი მადლობა. ახლა მომისმინეთ. ბატონო ზაურის კორპორატიული სწავლება თქვენთვისაც კარგი იქნება რომ იცოდეთ. რატო და ის ხალი მოვა ალბათ ის რა ქვია არ ვიცი სულ მომთხნარებს ხოლმე. ხო და? ხო, ის დაამთხნარებს თქვენ დაახოლებთ, ის დაამთხნარებს თქვენ დაახოლებთ და ესე გავეთხოვით ხოლმე. ეხლა შენ მობოდიალო თორე წამოვიდე ახლა ეს ნიო. ბატა, ბატონო. ამ ჩიჩილაგზე მოსართებად ვაშლიდო და სად არის? ვაშლიდო? აი აქ ვაშლიდო. მე რა ვიცი ბატონო, მე რა ვიცი ხო? მე რა ვიცი ბატონო, დღეს კეიფობ გადაწყდა. დღეს კეიფობ, ვაშლი კეიფობ. კეიფობ. ერთი 30 ლარს მეც დავდე. 30 ლარი ვის ეყოფა ბატონოს. ვაიმე, რამძიმე ხელი გაქვს, ნინო ბუღალტერი. ისა. 30 ლარი ვის ეყოფა ბატონოს ზაო. რას ვიზავ ისი? რას ვიზავ? ეხა მე რაღაც თანხამაა გადანახული. ხო. იმ თანხას დავდრებ მე. მე შენ ხო ბუღალტერი ხარ. ხო და ის ხალხი რომ შემოგვემატება, შენ გევალება, შენ იმპულს ააგროვებ. იმპულს ააგროვებ და მომცემ მე დამიბრუნებ, ხო ხტები? ნინო ბუღალტერო, ხო? ფული საიდან გაქვს? ფული საიდან? ეხლა 20 დეკემბერს ვისესხე რა. ხო და ვიფიქრე ხა თუ 21-ში ქვეყნის ასასრულია მეთქი და ეგ მაინც შერჩება მეთქი და ესე ვისესხე. კარგი ბატა. ღვინოს მე მოვიტან. ბატონო, კარგი ღვინო გაქვს? კარგი ღვინოც მაქვს და რომელიც აქ უნდა მოვიტან 200 ლიტრი მაქვს კიდე. 200 ლიტრი რა ამბავია მოუკვდები ბატონო ზაურო მოუკვდები რა. კელექშიც გვეყოფა. რა ლაპარაკია? რა ლაპარაკია? არ გვინდა მოკლედ ნინო ბუღალტერო თანამშრომლებს დაპატიჟებ შენ, ზაური მოიტანს ღვინოს და მე DJ ვიქნები. DJ მუსიკა ხო გვინდა, ხომ უნდა ვიცეკოთ რაღაცა გავერთოთ. ხო? დავუყარე მე. გაინტერესებს რაღაცები მაქვს კომპიუტერში. დავაყრები. ბატონო, დავაყრები ფეხა. ეხლა. ერთი წუთი აი იქ მაქვს სადღაც. აჰა, აი. აბა. ნახე, დამაგარია. ლაშა, როგორ მოგწონს აქაურობა? ნახე რა ლამაზად მორთე კაფეტერია. მართლა კარგია ბიჭო, ყოჩა, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი. კი, 1000 ლარი დაჯდა. მადაჯდა 1000 ლარი. რატო გიკვირს ლაშა? ჯერით ამ კაბაში მივეცი 400 ლარი. სხვაგან არსად დავდივარ და ნახე როგორ უხდები აქაურობას. ლამაზად, აი მოგაკითხეს. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა დიანა. მეტი არ არის საჭირო. დაჯექი შენთან საქმე. საქმე გვაქვს. აი ერთი წლენი, როგორც ყოველთვის 2 საწრუპით. ლაშა, ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. რა? ხო. დამიჯერე. აი ესე უნდა დავშორდეთ. შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაც. ვიცი რომ მოულოდნელია შენთვის, მაგრამ გონი საკმარისად არ თუყარები ხარ. მაგრამ მე ვილოცებ შენთვის, რომ შენ ჩემზე ყურადღებიანი ადამიანი შეგხვდეს ლაშა. მაგისთვის ვილოცებ არ არის საჭირო. მოკლედ, ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა? კი, ყველაფერი. ის უტუ ეგენიც? კი, ესენიც დამთავრდა. შვიდობით ლაშა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მეც იმსახურებ. კი ბატონო,
პაკეტი მოგიტანე ლუჩევიზი. მაინც არ გიყიდი ლექს. ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი, კიდე კაი მართლა არ წამოვიდე. ლაშა, დიანა სად არის? წავიდა? კი. და მე კიდე სიჩქარეში ნახევრად გამოცხარი ნამცხარი გამოვიყედი, ვფიქრე გავალ დავდგები ბართან მეთქი და მოვისმენ რაზე ლაპარაკობენ. ლაშა, მეორეთ რომ მოვა გამაფრთხილე ხო წინასწარ. მეორეთ აღარ მოვა. რატო? რა ვიცი, უნდა დავშორდე თუ და წავიდა. რა? ხო, საკმარისად არ მიყვარდიო. ეხლა იმის გაფიქრებაც კი მიჭირს ვიცო, ეხლა საკმარისად რო ყვარებოდი, საერთოდ რა დღეში ვიქნებოდი, რა? ის ამხელა ტვირთი მომეხსნა, ამხელა ტვირთი მომეხსნა და შვებას საერთოდ ვერ გძნობ, ნეტა რატო? ლაშა, რა შვებას იგრძნობ 200 კილო ხარ. მე ვარ 200 კილო ხო? მე ხალი ვარ და ვიხდე. ნეტა რატო დაგშორდა მართლა? რა ვიცი, მე დამშორდა და დამშორდა, ხა მე რა ვიცი რატო დამშორდა, ადგა და დამშორდა. და მე და მართლა რატო დამშორდა? ბოჭ რა დამიწუნა, ვერ გავიგე, რა? ბაშაბიძია, აი ნამდვილი მიზეზი რომ მკითხა, რატო დაგშორდა დიანა, ლექს მეყიდი. გიყიდეს კი, მიდება თქვი. მოკლედ ელენემ დაურეკა და იმიტომ დაგშორდა. რა? ხო, უთხრა რომ შენ არაფერს რო ეჩხარ და მისი ბრალია ყველაფერი. ეხლა მიყიდე ლეკ. მოიცადე ერთი წუთი, ხა ესე იგი ელენემ დამაშორა დიანას? ხო, მიყიდე ლეკ. ხო, იცი კაცო, რა ლეკ ის ლეკ რა მოკადავდი, შეკიდე რა. ხო. გაჩერდი კაცო, გაჩერდი. კარგი, არ მიყიდი, ნუ მიყიდი დედამ, რო ჩახვალო ლაშაბიძეს ფული გამორთვი და პური ამოიტანეო. რამდენი გინდა? 150 ლარი. რომელი პური გინდა, კავკასიური თუ კუდელი? ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაც სისულელები და სულელური სულელები ნუ ძაღლი არა ის, ლეკვი არა ის. წავედი მე გავიქეცი ახლა, გავიქეცი თორე მოიკლავს თავს დიანა და რა მიქნა ეს ელენე, ვითომ კარგი გააკეთა რა. ლეკვს გიყიდია? ლეკვი არა ის. რა დროს ლეკვია, ნიკა, კარგი რა. რატო პატარა საყვარელი ლეკვი? აი, მე საყვარელი. როგორ უყვარს ჩემი მზარს პატარა ლეკვები. სხვათა შორის ებზარიც უყვართ ლეკვებს. ეზოში რომ წამოწება ხოლმე რომ დაიღლება, სულ ოკავენ. პატა 9 საათი გახდა უკვე ტყუილად ვსივართ რა. აღარავინ აღარ მოვა. კარგი რა ნო ბუღალტერო, დავიცადო ცოტა ხანი დავალოდოთ. რა იქნება 10 საათი ეგონა იმ ხალხს. მესამეჯერ ამბობ უკვე მაგას. ჯერ 8 საათი ეგონათო, მე 9 საათი ეგონათო, მე 10 საათიაო. და საერთოდ ამ სამსახურში სხვა თანამშრომელი გინახია ვინმე? როგორ არ მინახავ რა? კი. ნათელა ის ვარ ეს. ნათელა აქვია, ნათელა ხო ერთხელ ნახე ხო, ვალი მაქვს სხვათა შორის მაგისი. რა ვიცოდა, დიდი ცოტა ხანს. რაღაც 3 საათია ველოდები და დღეს თუ არა, აი შეგულება რო დაუნთავდება, დღე მე მაინც მოვლე სამსახურში რაღაცისთვის, კარგი ახლა, მოდი აგე ჩემთან დაჭი, მოდი. არ მინდა დაჯდომა აბარო. თუ დავჯდე რა, წამოწევი მაინც შენ ნამდვილი ლიდერი ხარ სამსახურში. აი შენ ნამდვილი ბიჭო, რამდენი წელია? შენს გარდა ვერავინ მოახერხა და მარტო შენ მოახერხე რომ ამდენი თანამშრომელი ერთად შევკრიბე და დიდი მადლობა. არ გირა ბატონო ზაუ. არაფერი არ მოვლენ და ნუ მოვლენ რა. ავდგე და დავლიოთ ჩვენ. დაისხი და აი ვიღაცა მოდის თან. აი მე მგონი ვიღაცა აუ ნათელა. გამარჯობა. მომძაბი. ლამაზია, რა კარგად გილოცა. იცით მე მადლობთ, არ ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ პატა, სხვანაირად შენ ვერასოდეს ვერ გნახულობ, რომ მე ჩემი ვალი გამოგართვა და მოვედი. ხო კარგი, მაშინ დამელოდეთ ერთი წუთით. თუ არ გეჩქარებათ, აი დამელოთ ერთი. მოკლედ ეხლავე აი ეს ხაჭაპური 5 ლარი. სადარი ხო, აი ქათმის ხორციც, აი ეს აი 7 ლარი რო გამოვიდეს, ეს ფხალი, ქალბატონო, ეს ფხალი 10 ლარი. მოკლედ ეს ერთი ჭიქა ღვინო 3 ლარი, ეს პამიდორიც 3 ლარი, ეს თქვენი 35 ლარი, ქალბატონო, ნათელა და ესეც მივიქით ძალიან ხო გამომართვა და ესეც საჩუქრად ჩემგან აი ეს ლიფტის ფული ქალბატონო, ნათელა.
ბატონო მაინულობ რა მომეცი ვალი და წავალ კარგი ხო ხალხო კარგი ხო აჰა კარგი ხო აჰა გამორჩი აჰა გამომართ ჰა ასიარჯობია კიდევ ერთხელ გილოცავთ კარგად ბრძანო ახო რა არის ხარ გამოვიდა ეს ვერ გავიგე ეს ვალიც სამართვა თუ რა გააკეთა ვერ გავიგერე ეს სუფრაგშენი გადასახდელი ამის ფულის და არავინ არ მოდის და რაც არის აი ახალი წელი ბოლო დავლიოთ რაც არის არა ამოვიდა ყელში არა არ შემიძლია აი დადგა დრო რომ ნუნუს ეს საშინელი სისტემა დაინგრეს ვაიმე ფრიდონ დაინგრეს კი არა მიხედე მაკაკალს თორე მე ვიცი ვინც დაინგრევა ბატონო პროფესორო როგორ მიხარია რომ თქვენი თამოდიხართ უთქმელად ზიხართ აქ მეხმარებით ალბათ სტატია სახლში როგორ ეხმარებით არა სახლის საქმეებში არა მაგის ვერ ვიცი დროს თქვენ გეხმარებით ნუნუ ტურჭელი ამოვიტანე და ღვინო გადავიღოთ ხო გადავიღოთ მაგრამ 10 ლიტრია და შენ 5-იან და 3-იანი მოიტანე და შენ მაგაზე არის ნერვიულო ნუნუკა 5-ს აქ ჩავასხამ 3-ს აქ 2-საც აქ ჩავისხამ ნეტა ვინმეს ჩაესხა შენთვის აქ ეგ უფრო კარგად გებოდა აი მეცადეთ წავიდი როსტომაშვილებს ჩემთვის ფელამუშ და საცივი უნდა გაიკეთებინათ და წავალ ნახავ რას შვებიან თქვენად მიხედეთ აქაურებას არა მართალი ხარ ბატონო ფრიდონ რაღაც უნდა მოუხერხოთ ამ ყველაფერს ამოვიდა უკვე კერში მე რო წავიდე თქვენ მარტო იმუშაოთ მარტო არა ის მისმინე აი ხო ასე გვაწვალებს მთელი დღეა ეგ გვაწვალებს კარგი აიქნება რომ ცოტა ნერვები მოუშალოთ ა კი ბატონო მაგრამ როგორ რა ვიცი ახლა როგორ რა გუშინ რომ ხორცი გვაკეტინა მთელი დღე ხო ის ხორცი რომ დაუმალოთ კარგი აზრია თანახმოვარ აი მე კიდე ჩამდიოდი ხა ბიჭებო და რა ვიფიქრე იცი გუში რო ტვიდი წაიღეთ ის ხორცი დავკეპოთო იმ ხორცს არაფერი მოაკლდეს თორე ვიღაცას ნახევარი ცხოვრება მოაკლდება მაგისთვის ამობრუნდი რო ეგ მეთქვა წავედი ახლა დროებით ფაქტია რომ ეგ ბოლომდე კარგი ვერ არის მაგრამ ისე რაღაც დეტალები მომეწონა მოისმინე მეორე გეგმაც მაქვს აბა ის კაცი რომ არის რუსეთიდან ძველი კაცი ნუნუსი მერაბი მაგას რომ მოატყუოთ ვითომ ჩამოდის საქართველოში ნუნუსთან ჩამოდის წარმოგიდგენია ეხლა ამ ამბავს ნუნუ რომ გაიგებს რა დაემართება ეს ხომ ისეთი ამბავია ეს ამბავი არის როგორ ისე აი ეს ამბავი არის სენსიტიური ხო მოკლედ ვატყუებთ მაგაზე ვატყუებთ ხო კარგი დავლიოთ აბა რა უნდა დავლიოთ მე ვერ დავლიოთ რასკია ვერ დავლიოთ რა შემიძლია ეს დავლიოთ რა ერთი ჭიქა ახალი წელი ბატონო ზაო ახალი წელი ერთი ჭიქა გალიერა მოგივიდა დავლიოთ მაშინ ჯანდაბა ჩემი თავი ერთ ჭიქას დავლიოთ რას მიზავს რა უნდა მიგებას და მეტი რა უნდა გიქნას რა ეხლა წამოა ხოჭი ქართლის მარგალი ეხლა ხოჭი ეგეთი რაღაც არის აი ბატონო ზაო მიდი თქვენ დალიეთ ერთი ჭიქა თქვენ თვით კარგი მიდით კარგი გისმენთ შევახოთ კი რა ჩვენ დავჭით მაშინ ჩემო პატოდანინო მე მინდა ამ ჭიქით ამჭიქით კარგად ვიზარდ ამ ჭიქით აბა რომელი ბატონო ზაო მით არაჩვეულები აბა გისმენთ რის თქმა გინდათ ბატონო ზაო თანაც საბოლდით რაღაცა აი საიღეთ გისმენთ მე ხა დამაცდი გასტი აბა რა შველი გასტი აბა ხონა მე მინდა ამ ჭიქით ახალი წელი რა კარგია რა კარგად დალია ბატონო ზაო დალია რა კარგად იძახის
მე აბა რაღაც ადრეზე ვქვით ხარ რა ცოტა ვიქეიბო გავერთოთ რა დავიდა ბატონო ხოდა მე ვიდა ამ ჭიქით ახალ წელი მოგილოცო მოგილოცოთ აბა რა უნდა დალია ბატონო ზაურ გამომართი დალია ბატონო გამომარჯოს ხოდა გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ესელი ბედალი ყოფილი ერთი ჭიქა დალია ბატონო ზაურ დალია ჭიქა დალია აბა ეხლა გითხარი ერთის ადრეზე რამე ბატონო ზაურ ხოდა კიდე გილოცავთ ახალ წელს გაიხარე ბატონო ზაურ ეს აუცილებლად გამომართი ესელი ბედნიერი ყოფილიყო ჩვენთვის და მოდი ერთი ვახტანგურად დავლეოთ აბა ბატონო მოვიდი მოაზრეგირა აბა წავიდა ვახტანგურად აბა წავიდა ეს რა მოუდა მე ცოტა შემაკაფე რა იქნება აი ესე რამდენი დავალები არა უშვებს ბატონო ზაურ ეხლა წავიდა ნამდვილი кейფი ცოტა მე დავთვევი აბა ბატონო ზაურ რა იყო წავიდა დიპიტაურ ცეკულ ხოლა ბატონო ზაურ წავიდა დიპიტაური ცუდათა ვარ რა ცუდათ ხარ ბატონო ზაურ არ ჭირს დიპიტაურ წავიდა ვაიმე ცუდათა ვარ ბატონო ზაურ დიპიტაურ რო გამაგიჟე დიპიტაურ ცუდათა ვარ მე მგონი მართლა ცუდათა აი რა მოგივიდა შენ კიდე ერთი მადა ბატონო ზაურ პატა რა ვქნა ცუდათა მე რა უნდა ზემოთ ავიყვანოთ დროზე რა ხაერზე ავიყვანოთ ხო მაგრამ აზრი რა აქვს მაინც ამ სიღრმეზე მოგვიწევ ჟაყვანა მე და კარგი რა ბატონო ზაურ პატა ცუდათა რა ვქნა კარგი დაწნადი ერთი წუთი რა მოგივით ბატონო ზაურ ერთი წუთი მი უყურე ბიბიტაო ცუდათარი პატა ვაიმე ლირო ბუხალტერო რა ძინახელი და კიდე დარტყამი და მე რა აღჭი შენ კიდე ვერ გავი დარეკე სასტრაფოში ბუხალტერი ახლა მე რა ვიცი რა უნდა ბიდი დარეკე 4 ჭიქა დალია რა ცუდათარი ვერ გამაგიდეს ეს ხა დროზე გამიშვი ვაიმე არა და შენ ხედავ არ ვიცი ბატონო ზაურ დიბიტაო რა ვიცი მე არ ბოლოს რა ვიცი კი ახველებდა კარგად იყო ახველებდა და რაღაცა მაინც აკლია რა დედა რა ხალხი ეს როსტომაშვილები ყველაფერი გაუკეთებიათ ეხლა ამოვედი რომ უნდა წავიღო ვაზის ფოთოლი მithres ტოლმა უნდა გაგიკეთო ჩვენი ხორცი მე დედა მაგრამ ხალიც ხომ არ გავაკეთებინო მაგათ ნუნუ ბატონო რაღაც ამბავი უნდა გითხრა ის კაცი ჩამოდის რუსეთიდან მე ჩამოდის მერაბი მართლა კი და თან თქვენ უნდა განახოთ ვაიმე დაწუნდებული ხარ დაწუნდებული პროფესორს მოწერა კომპიუტერში ეგრეა წყალი არ გაუვა ჩამოდის ვაიმე ხალხო მიშველეთ ვაიმე ოჯახო ვაიმე ჩემი ეცარი ვაიმე ბატონო პროფესორ გონი დაიძინა ვაიმე დაიძინა კი არა გული წავიდა გული ადექი მიჩვენა რას უყურებ ნუნუ გამოფხიზნა ვიდა ნუნუ ადექი ნუნუ მიდი გაინჯერი რაღაც აქენი მიდი ნუნუ გაიხიზნა სერიოზული არაფერი მე მგონი მაგრამ სასტრაფოში დავრეკავ თუ გინდათ ან მეორე ვარიანტიც აქვს რა ვარიანტია ბათქვი ნუნუ გავიხსეთ გავიხსეთ ხო ეს ასე დავტო რას მოდიალობ შენ სად გავიქცეთ კაცო მიდი დაუძახე ზეტრაბოს ნუნუ დაუმალოთ და ისე გავიქცეთ ნუ მოდიალობ შენ გითხარი წადი დაუძახე ზეტრაბოს დროზე ნუნუ გაიგზირა ნუნუ არ მოკვდე რა ნუნუ მოდიშ ფრიდონ რა იყო ვაიმე ლიშველეთ ნუნუ დავრეკე და მალე მოვალთო და მანამდე აი ეს წყალი მიდი აზრზე მოვიდესო და მოიცა და გვინდა რომ აზრზე მოვიდეს მოდი ნუნუ გამოფხიზდი ნუნუ ფრიდონ ხო ნუნუ გოგენაცვალე არა
აღარ დაიძინო არა ნუ ვაიმე დედა ხელოვნური სულხა ჩაუტაროთ მე ვერა ცოლი მქონს ისე რა სიჩუმე ჩამოვარდა არა დედამიწაზე ой საგასი ჩუმე კაცო ნუ გაიგვიძე და ნუ გაახილე და თვალი რა ადექი მოდი სასწრაფოს მოსკვამდე ჩავიყვანოთ ადექი გელი თვითონ შუქი ჩააქრე გაზი გამორთე კარები და კეტე რა დროს კარი ისმინა მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ილია შენ დაგითმო. რა? მოიცა თეკლა შენ ფიქრობ რომ ჩემზე უკეთესი ხარ და იმაზე უკეთეს ვიცი ყოველთვის ისოვი და შენ ფიქრობ რომ მე ცოდა ვარ და ამიტომ მე მithმა ვიცი რა ზე? ელენე კიცოთი მომისმინე მიყვარხარ ძალიან და მინდა რომ ბედნიერი იყო. თეკლა მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ილია შენ დაგითმო. არა ელენე მისმინე მე პაატა მაინც მყავდა და შენ არავინ არ ყავს. ხო და პაატა რომ მყავდა იმიტომაც უნდა დაგითმო. არა ელენე მომისმინე შენ მარტო ხელა დედა ხარ ნიკა ყავს ვინმე გჭირდება რომ ნიკას ყურადღება მიაქციოს თეკლა ნიკა ისეთი მყავს მაგისთვის მინიმუმ 3 კაცს უნდა შევხვდე არა მომისმინე ელენე შენ ხო დამითმე პაატა ეხლა ჩემი ჯერია რა მე როდის მომწონდა პაატა უი არ მოგწონდა რა მეგონა იცი ილია და შენი ქმარი ხო ორივეს მოგწონდა და ვიფიქრე პაატაც მოგწონდა თქო თეკლა შენ მოგწონდა ჩემი ქმარი გონი ამ თეთრელს ეყოფა ხო? თეკლა იცი რა არის გუში მთელი ღამე ვფიქრობდი დიდი არაფერი ბიჭი არ არის სილი არც გარეგნობა გადასარევი არც ხასიათი თან ის რაღაც უცნაური ხუმრობები აქვს მოკლედ გადავწყვიტე რომ ილია შენი იყოს არა ელენე შენი იყოს ილია მე არც მომწონს ეგ არგუმენტი არა თეკლა თვითონ ილიას რო ვკითხოთ არა ელენე ეგ ისეთი შტერია უეჭველი შენაგირჩოს და ტყილა უნდა მომეშალოს ნერვები არა თეკლა ხა მე ილიასთან ურთიერთობას ვერ დავიწყებ სირცხვილია რა სიტყვის ხალხი თავისი სტუდენტის დაქალს ხვდებაო არა ეთიკურია აბა რა ვქნათ ელენე მაშინ ორივემ დავანებოთ თავი ხო თეკლა მართალი ხარ ესე კი შევთავ ხო შევთავდი თეკლა ჩვენი მეგობრობა ხომ ყველაფერზე ძვირფასია ხო რა თქმა უნდა ხო თეკლა ყველასათვის ასე აჯობებს ხო თეკლა სწორი გადაწყვეტილება შევთავ თეკლა პაატას ისევ არ ელაპარაკები არა ელენე როგორ არ ველაპარაკები ხაჯი ხომ არ ვარ იმ დღეს შემხვდა მაღაზიაში და მომესალმა და მე როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება გამარჯობა დეგენერატო თქვა და წამოვიდა თეკლა რა კარგია მაინც რომ ახერხებთ მეგობრებად დარჩენას ხო რა ვიცი ელენე შენ დაურეკე დიანას და შენ უთხარი ყველაფერი ხო კაი დაიკო ვარ კარგი დაიკო კი არა ხარ კაცო კარგი დაიკო კი ხარ მაგრამ თავს მოიკლავს კარგი რა ლაშა რა თავს მოიკლავს კარგი ლაშა მართლა რეების გჯერა შენ გონია ქალები მართლა ვიკლავთ ხო თქვენი გულის ლაშა როგორი მიამიტი ხარ მიამიტი კი არა ვარ მიამიტ თქვენ არ იცით და მე ვიცი გეუბნები თავს მოიკლავს მეთქი ლაშა იძახეთ ეხლა ლაშა გეუბნები თავს შენ რო დაურეკე ტელეფონზე რა გითხრა არაფერი სიმართლე რო უთხარი მე სიჩუმე იყო მე მტრევის ხმა იყო მე კედელზე მიჯახების ხმა იყო მე ისევ სიჩუმე იყო მე შემზარავი კივილი იყო მე ჩუმად მითხრა მადლობთო და გამითიშა ლაშა ეგ იყო და ეგ ოხა ელენე რა ოხელენ ალო დიახ რა დიანა სავადმყოფოში აი ხო გითხარით ეგრე if რა მიხარია მე ნორმალური ვარ გავიქეცი რა ოხელენე შარიდან შარში არა ვინ წარმოიდგენდა რომ ნუნუს გული წავიდოდა მე კიდე იმას ვერ წარმოვიდგენდი ნუნუს საერთოდ გული თუ ქონდა გამარჯობთ და აქ საიდან რა ვიცი რა საიდან კი არა კორპორატიულიდან მოვდივარ და რა თქვენს გაიგე ზაურის ამბავი ზაურის არა ნუნუს ამბავი გავიგეთ რაჭის ნუნუს
არაფერი ისეთი. და ზაურს რა დაემართა? აქვე ჩაგეკითხები. ზაური ვინ არის? ზაური ვინ არის და ზაური არის ჩემი უფროსი. ანუ იქ არქივში სადაც მე მუშაობ. ხო და კორპორატიული ხონდა რა წვეულება. დავიწყე დალევა. ხო და 1 2 3 4 ცოტა სწრაფად ვსვავდით ხო ხდები და ეს გახდა ცუდად ეს ზაური რა. გახდა ცუდად გადააგდო და დაიწყო ხროტინი არც ახალებს აღსარაფერი. მე კიდე მეგონია რომ ხუმრობს გაიგე მივედი ძალიან ვასხავ ავგვიროს ვასხავ ეს კიდე თურმე და აი რამაცინებს კაცი და გამოვყდი რამაცინებს ნორმალური რამაცინებს თქვენ აქ დავის ჩვენს გამო ნუ გახდა ცუდად ძალიან და შეიძლება ვერც კი ჩემს გამო კიდე ზაური გახდა ცუდა და ალბათ ეგეც ვერც რამაცინებს კაცი მოკალი რამაცინებს ჩემს გამო კიდე დიანა იკლავდა თავს რა მართლა აი მე მეტას ყველა ერთ კამერაში ჩაქვსან ხალხი მეტა სადლა ჩაქვსან გასო სადლა ჩაქვსან მე არაფერი დამიშავებია არა სწავლე ნახავ როგორ არის ხო ზაურს რა დაება ხო გითხარი ლაშა ვიჯექით სვავდით რა და მე ეს ბევრი დალია და ძალიან ცუდად არის ლაშა მართლა ძალიან ცუდად არის ხო ბევრი დალია აპარატზეა არა აპარატზე არ არის შეერთებული იმიტომ რომ ეს ძალიან მოხუცია და თანამედროვე აპარატურა არ მედის მაგაზე ხო ხტები როგორა ძინავს ადექი წავიდეთ ანუ ცუდათა არის რომ ნუნუს რაც არ უნდა ცუდად იყოს შენი ლანძღვის და კინების თავი მაინც აქვს ნახონდის ბატონო ფრიდო თქვენ წადით და დაგეწევით რეგისტრატურაში ჩავირბენ გაგიგებთ ერთი ღამით პალატა რაგერს რა მინდა აი ნუნუ რო გამოვა დაგჭირდება შენ არ დაგჭირდება არა მე ვიტყვი რომ ყველაფერი თქვენ მოიფიქრეთ და მე არაფერი არ ვიცოდი ამას უყური ამას სიტყვა არ შემარჩინა სიამთელი ეგრეიცის ამბავი აი ეს ავიდნენ დავჭით მარტო მე და შენ ლაშა არა უშავ შენ გული არ გაიტეხო მე და შენ მაი ჩახსოვენ ეს კამერაში არა უშავ ქალბატონ დიანასთან ვინ არის? მე გახლავართ მე ვარ დიანასთან და თქვენ ვინ ხართ მისი? მე ყოფილი საქმრო თანამშრომელი ვარ რადგან გადაუღეთ მდგომარეობა სტაბილურია მოტეხილობა არა უბრალოდ კოჭი იღრძო კოჭი? ხო არ იცოდით? კიბეზე ფეხი დაუსრიალდა და კოჭი იღრძო კოჭი შეიძლება ვნახო? არა ასე დამაბარა არავის ნახვა არ მინდაო განსაკუთრებით ქერა პუტკუნა ცისფერთვალება ლაშასიო და თუ ნახავ გადაიცი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და აღარ მინდა მისი ნახვაო გადავცემ ეს იპადა თავს არ იკლავდა ხო? ხო ლაშა ვერ გაიგე თავს კი არ იკლავ კოც იკლავდაო რაშის შენ გული არ გაიტეხო მე წავედი ახლა და გული არ გაიტეხო პატა მარტო ჩაქსვავენ კამერაში მართლა რა გაცინებ შენ კაცო ფერა ვიცი რამაცინებს კაცი კი ნაღამოუკალე საწყალი ბატონი ზაური საწყალი რა მინდოდა რას ვეჩვედი ჩვენი ვიდეოდი სამსახურში ახველებდა ხომ ეხა რაღაცებს სამსახურში ის თუ არ დაახველებს როგორ ვიმუშავა და არაფერი აი 64 ლარის არ შემერგება რა გავაკეთე რა მინდოდა დალი ახალი წელი ის კარგი რა ბატონო ზაური კარგი რა ახ რა კარგი კაცია ბატონო ზაური ნეტა არ მოკვდეს რა ვიცი რაღა შემიძლია დავიღალე უკვე ვაიმე ბატონო ზაური შენ სულ როგორ უნდა წოწუნოდე ბიჭო ვაიმე ბატონო ზაური რა ხდება მოჩვენება ხარ უკვე გამომეცხადე ბატონო ზაური რა ჩიუდე ბიჭო მოჩვენება და გამოშტერებული შენახა რა გადასმა ეგ არაფერი ბატონო ზაური არაფერი არ ვაიმე როგორ მიხარია რომ არ მოკვდი ბატონო ზაური რო არ მოკვდი როგორ მიხარია ის ხო არ მოკვდი მართლა ის ბატონო მაპატიო ჩემი ბრალი რა არა ძალიან მერევა რა უნდა გაპატიო ბიჭო და დიდი მადლობა უნდა გითხრა რატო იმდენი საქმე მქონდა სამსახურში იმას მე გამაკეთებიებდა გაიგე ეხლა ექიმი მან მირჩიეს რომ უნდა დაისვენო და აი იმ საქმის გაკეთება ეხლა შენ მოგიწევს მე რა
სახში და ვიქნები ჩემთვის. რა პრობლემაა? გავაკეთებ ბატონო. გააკეთებ ხო? გავაკეთებ კი. მე ემკუნალობის ხარჯების შენ უნდა გადაიხადო? ბატონო ზაურხე გადასხმა არ არის. გადავიხდი რა უნდა იყოს რა უნდა იყოს რა არ არის. არა, გადასხმა არაფერი არ არის, მაგრამ მაინც აქვიყავი და ეკოსკოპია გადავიხდი. გაიგე ხო? ეკოსკოპია სახსრები, თირკმელები, კუჭნაწყლავი, ლაღლის ბუჩქი მაქვს სამკუნალო პროსტატა. გაიგე? ეს ყველაფერი ძვირიღის და რა გეშველება შესაცხალო ის არ გეყოფოდა ის კორპორატული ფული რო გაქვს გადასახდელი ვიტა მართლა მომკვდარია არიქი და წავიდეთ ახლა სახში წავიდეთ ხო მოიცა წავიდეთ ისა ტაქსის ფული რა არა თეკლა დარწმუნებული ხარ რომ კომედია? კი, ილია მითხრა ამ ფილმს უყურებ მოკდი სიცილი. აი, ელში უკდინა. ხეხს ჭამს. ვაიმე თეკლა გემუდარები გამორთე იცი და თეითრე დაძაბული ვარ. ილია კარგს რას გეტყოდა? ხო, ელენე, ისე რა კარგია ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა. ხო, თეკლა ჩვენ ხო საუკეთესო მეგობრები ვართ. მეც მოვიდა, რა გჭირთ რაღაცა კარგ ხასიათზე. გრძელი ამბავია. მოკლედ რომ გითხრა, მეგობრობამ გაიმარჯვა. ხო, მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, წავედით დაჯექით რაღაც უნდა გითხრათ. ესე იგი, თავიდან არ მინდოდა თქმა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გაგიხარდებათ. თქვენ ხო ჩემი მეგობრები ხართ? ელენე მაინც. ჩვენი ლექტორი რომ არის ილია. ის მომწონს და მე მგონი მასაც მომწონვა. სიტყვით თეკლა ის ფილმი არ დამთავრდებოდა წამოდი უყუროთ მოდი ელენე დაუვეკავ ელენე მომისმე სოფის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ილია მე შენ ხარის ვარ შენ და წართვა და შენ არა მე არა რაღაცნაირი ტიპია ელენე კებს აწებებს ხოლმე მერხის ქვეშ და გასაღებით ყურსი ფხას და ხანდახან მუცელი უბუქბუყებს ხანდახან შენ მოგიხდება